75 დღეში უნდა დავიკლოთ 15 კილო. ჩელენჯის მესამე დღე. ახლა გაჩვენებთ როგორ უკვებები რა ვსჭამ მთელი დღის მანძილზე და ამავდროულად რაღაც საინტერესო რეცეპტიც მაქვს, რომელსაც გაგიზიარებთ და თუ მოგეწონებათ შეგიძლიათ თქვენც იგივე გაიმეოროთ. ანუ უშუალოდ კვებაზე გადავალ, მანამდე გეტყვით რომ არც ფეხისიარული და ფიზიკური აქტივობა უნდა დავივიწყოთ, იმიტომ რომ ამის გარეშე და ზოგადად ერთმანეთის გარეშე წონის კრება ძალიან რთული არის და დღის ბოლოს შემოგთავაზებთ უკვე ფოტოს სახით იმას თუ რამდენი კალორია დავწვი, რამდენი ვიარე და ასე შემდგომ. როგორც წესი დილით არ ვჭამ ხოლმე, მაგრამ დღეს 100 გრამი ბერძნული იოგურტით და ერთი მწვანე ვაშლით ვისაუზმე. შემდგომ მოვამზადე ჩიჟიბიჟი ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის. აქ არის 5 თლიანი კვერცხი და 3 კვერცხის ცილა, გავანაწილე 2-ად და 50 გრამ პურთან და ბოსტნეულთან ერთად მივირთვი. ესე გამოიყურება ჩემი ბოლო ორი კვება, როგორც წესი ერთი და იგივეს მივირთმევ ხოლმე, იმიტომ რომ მოსამზადებლად უფრო მარტივია. ჩემი გაკეთებული Big Mac როლებია, რომელიც უგემრიელესია, უბრალოდ არ ვიცი მე პირადად Big Mac-ს მირჩევნია. დაახლოებით 600 კალორია აქვს ერთ წელში და ძალიან დიდია. პლუს ამას საკმარისი რაოდენობით ბოჭკოც თუ იქნება ჩვენს რაციონში, თან გემრიელადაც შევჭამთ და თან დანაყრებულებიც ვიქნებით. აქ რაც არის ახლა რა თქმა უნდა, ეს ჭამაზე ყველაფერს არ ვჭამ, მაგრამ მთელი დღის მანძილზე სხვადასხვა საკვებთან ერთად ეს ყველაფერი რომ მივიღოთ, დამჯერეთ ბევრად უფრო დიდხანს იგრძნობთ თავს დანაყრებულად. ახლა კი დავიწყოთ Big Mac-ის მომზადება. სოუსი, კეჩუპი, ბერძნული იოგურტი, მჟავე კიტრის წვენი, წვრილად დაჭრილი მჟავე კიტრი და მდოგვი მოვათავსოთ ერთ-ერთ თევზზე. სუნელებიდან პაპრიკა, შავი პილპილი და მარილი და კარგად გადავურიოთ ერთმანეთს. შემდგომ გადავდივართ ბოსტნეულზე. აისბერგი, წვრილად დაჭრილი ხახვი და მჟავე კიტრი მოვამზადოთ წინასწარ და ახლა ტორტიაზე მოვათავსოთ ფარში. შევასუნელოთ და გავუშვათ ტაფაზე. ახლა კი გადავიდეთ აწყობაზე, ჩვენს მიერ მომზადებული ინგრედიენტები მოვათავსოთ ტორტიასა და ფარშზე და კარგად გადავკეცოთ. ძალიან გემრიელია, დამჯერეთ არ ინანებთ 600 კალორია აქვს სულ.